თუ შენ ამ ორ შეცდომას უშვებ, შენ ვერ დაიკლებ წონაში. პირველი და ყველაზე მთავარი. თუ შენ ელოდები იდეალურ დროს და მომენტს, რომ დაიწყო ცვლილებები, მინდა გითხრა, რომ ეს დროს საერთოდ არ დადგება. თუ შენ გინდა დაიწყო ორშაბათიდან ან თვის პირველი რიცხვიდან, ძალიან დიდი შანსია, რომ ამას არ გააკეთებ. რადგან შენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ როცა რაღაცას გადადე, გგონია, რომ უფრო მარტივად გააკეთებ. მაგრამ რეალურად ამ დროს კარგავს შენთვის ყველაზე ძვირად ღირებულ რესურსს, დროს. აქედან გამომდინარე, თუ გინდა რამე ახლის დაწყება, გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათში უნდა დაიწყო მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ამას არ გააკეთებ. მეორე, ორი მარტივი ჩვევა, რომელიც 90%-მა არ იცის და შეიძლება ამიტომაც ვერ იკლებენ. ეს პატარა ცვლილებები შენს ტვინს დააპროგრამებს წონის დასაკლებად. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ უძლიერესი ჩვევა, რომელიც ამარტივებს წონის კლებას, არის ჭამა სრულ ყურადღებასთან ერთად. ეგრეთ წოდებული mindful eating. ანუ, როდესაც მაქსიმალურად ჩართული ხარ პროცესში. ამ დროს შენი გონება და სხეული მოდის სინქრონში. როცა ნელა და ყურადღებით ვჭამთ, ჩვენი ტვინი უკეთ აღიქვამს დანაკლების სიგნალებს და ეს გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი საკვების მიღება. საკვების ნელა ჭამა ზრდის საკვებისგან მიღებულ სიამოვნებას და საკვების შედარებით ნაკლები რაოდენობა გვანაყრებს. მაგრამ როცა ჭამისას ეკრანს ან სხვა ყურადღების გამფანტველს იყენებ, ამ დროს თავს ვერ აკონტროლებ. ამიტომ ჭამის დროს გამორთე ტელეფონი და მაქსიმალურად ფოკუსირდი საკვებზე. მეორე ჩვევა, ჭამის დაწყებამდე 1 წუთიანი სუნთქვის ვარჯიში. მარტივი, მაგრამ უძლიერესი ჩვევაა. როდესაც ჭამის წინ ღრმად სუნთქავ, ტვინს აძლევს სიგნალს, რომ უსაფრთხო გარემოში ხარ, რაც ამცირებს სტრესის ჰორმონს კორტიზოლს. სტრესის დროს ორგანიზმი ინახავს ცხიმს, ხოლო როცა მშვიდად ხარ, მეტაბოლიზმი უკეთ მუშაობს. უფრო მეტად იაზრებ ჭამას და აღარ ჭამ ავტომატურად. თუ გინდა ზედმეტი ტანჯვის გარეშე დაიკლო წონაში, მაშინ აუცილებლად უნდა ნახო ჩემს პროფილზე აპინული ვიდეო. რადგან თუ ამას არ იზამ, ძალიან მალე წავშლი ამ ვიდეოს. შენ კი დიდი ალბათობით ინანებ, რადგან ეს შანსი ხელიდან გაუშვი.